თუქსმენია საბა შენ ფეხბურთელი საშა კვარაცხელია. ძალიან ძველი მოკლედ ასეთი ამბავი იყო ინტერნეტში მოვიძიეთ მეც არ ვიცოდი რო არ მოგატყუო 51 წელში წალენჯი ხელი ბიჭი იყო საშა კვარაცხელია და 51 წელში წავიდა ომში სტანდარტულად მაშინ ყველა ომში ვიდიოდა ალბათ მაგას 16 წელს იყო მოკლედ და ტყვედ ჩავარდა წაიყვანეს გერმანელებმა მართლა ყველანაირი საკონცენტრაციო ბანაკი გამოუვლია საწყალს და მე ფიზიკურად ძლიერი იყო და შეარჩიეს ტყვეთა ბანაკის საფეხბურთო გუნდისთვის. იქ ითამაშა აქეთური და საფრანგეთში მოკავშირემა უკვე რო გაათავისუფლეს ყველაფერი საფრანგეთში ჩაიყვანეს ეს ტყვეებიც და ათამაშეს ფეხბურთი სტად დე ფრანსზე და 44 წელს სტად დე ფრანსზე გაიტანა კვარაცხელიამ გოლი და ყველაზე მაგარი არის ისი რომ 7 ნომერი იყო ეს საშა კვარაცხელიას ანუ საიდან იწყებს სათავეს კვარაცხელების დინასტიაში 7 ნომერი გამორჩეული რიცხვი ციფრია ხო და 44-ში გაიტანა პირველი ქართული გოლი სტად დე ფრანსზე კვარაცხელიას გავიდა 7 ნომრისგან 44 წელს და მე სადღაც ძალიან ტრაგიკული ისტორია ქონდა რომ დაბრუნდა 50-იან წლებში თამაშობდა სქურში წალენჯიხის გუნდში და ერთ-ერთი თამაშის დაწყების წინ კგბ მივიდა ბელადის დავალებით გათახსირებული სტალინის დავალებით და დაატყოვეს დაიჭირეს და გადაასახლეს იმიტომ რომ დატყოვებული იყო და მე დაბრუნდა არა რო დაბრუნდა მერეც ითამაშა საფრანგეთის თასფინალი ხო სტად დე ფრანსზე ტარდება წელს თუ გავიდა PSG ნახოს კი იმედია გაიმეორებს კვარა იმის და ყველაზე მაგარი კვარაცხელიას ისტორიაში კიდევ ის იყო ბორის პაიჭაძე იყო ჩამოსულიო ხო რუმინეთში იყო თბილისის დინამო წასულე ოქრო საათი გაყიდა იმისთვის რომ ყვავილები ეყიდა და მიერთმია ბორის პაიჭაძისთვის და შეძლო და მიუტანა და აჩუქა და ბორის პაიჭაძე იქ გადარეულა რომ ქართველი მეგრელი რომ დახვდა იქ და ესეთი რაღაც გააკეთა ფოტოშოპის მაგ დინამოს ტურნეზე რუმინეთის ტურნეზე არაჩვეულებრივი ციგნი აქვს ღოღობერიძეს ავთანდილ ღოღობერიძეს ბურთი 900 იქით აკა მორჩილაძეს აგ გაკეთებული ციგნებს რო ყვება ხოლმე სასწაულად მაგარი ციგნია მაგრამ ვერ უშოვე ვერსად არც ერთ ბუკინის არ ქონდა ეხლა შენი ჯერია მე ეს ისტორიები არ მაქვს მაგრამ აი ყველაზე მაგრად ემოციებით კაიფობ ბიჭებს ერთად რო თქვა მანქანაში ვარ და უცხოელი ხალხი იქაური რომ ამჩნევენ რომ მანქანაში ზის კვარა ან მიხაუტაძე სხვათა შორის ნაპოლიში რომ ჩავედი პირველად და ბაზაზე რომ ვიყავ ამერიკյան სახში კვარამ წამომიყვანა და ნუ მოყარეთ მანქანით გამოვედით და მე მაგ ვიდეოს ვაკ გადაღებული დადებული არ ვიცი გახსოვს თუ არა ერთი 200 ბავშვი და უხვირიან კვარათან ვერ ამბობენ მაშინ კარგად გვართ პირველი ახალი ჩასულია 2 თვის და წარმოვიდგინე მაშინ ზღაპარში ზღაპარი იყო ის რაც კვარამ გვანახა რომ ხე იტალიაში მაშინ ყველგან იცნობენ ქართველებს კვარას დამსახურებით და აი მიხაუტას ყავს მაგარი მანქანა ჟორს ლამბორგინი ხო და აი ყველა მეორე ადამიანი ფოტოს უღებდა ქუჩაში ანუ იმდენად მაგარი ეს ლამბორგინი და ნუ გაჩერებაზე შუქრიშაზე ყველა ხომ უზოდა თუ დაინახავდნენ რომ ჟორჟი იჯდა მანქანაზე მანქანა აღებდნენ კარებს გადმოდიოდნენ ერთი ფოტო და აუ არ გაატარეს რა არ გაატარეს მე არ ვიცი მანქანის დაიბო სამწუხაროდ მანქანის დაიბო ცურო არ ვიცი სამწუხაროდ